ხალხები არიან ზემდგომები, არიან თქვათ ამ იდეის ავტორები, თუ ვინ არიან? ვიზეთ ცდილობს პროკურატურა გასვლას რა ინფორმაციის მოწოდებაზეც აცხადებს უარს მაგალითად ქალბატონს. ზუსტად ამ გარემოების დადგენის მიზნით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვინ არიან პირები სახელმწიფო უწყებებიდან, ვინც დანაშაულს სავარაუდოდ ხელს უწყობდა, პროკურატურა ბრალდებულებისგან ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს. ვინც გამოძიებლებს ინფორმაციას სრულად მიაწვდის, ის 9 წლიან პატიმრობას გადაურჩება. როგორ ყალბდებოდა დოკუმენტები ამერიკის ვიზისთვის, გახმაურებულ საქმეზე დაკავებულების ნაწილი ინფორმაციას არ გასცემს. მონაწილე პირთა ფიგურანტთა წრე შესაძლებელია გაიზარდოს. ამასთან დაკავშირებით კონკრეტულმა მოწმეებმა სასამართლოს გამოძიებას მიაწოდეს ინფორმაცია. თუმცა ერლენა ამ შემთხვევაში ბრალდებულის მეუღლის მიწოდებული ინფორმაცია არ იყო გულახდილი იმდენად რამდენადაც შეიძლება ჩავთვალოთ მეუღლის. გამოძიება თანამშრომლობას ყველა ბრალდებულს თავაზობს. ნაწილი ციხეს თანხმდება, ნაწილმა კი პროკურატურასთან გამოკითხვის ეტაპზევე ითანამშრომლა. სანაცვლოდ კი ციხეს თავი 15,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ აარიდა. ბატონ თამაზ, თუ შეიძლება გვიფასოთ რა როგორ ჩაერთეთ ამ დანაშაულში? აი პროკურატურა ამბობს, რომ თქვენი მეუღლის იძულებით მოხდა ეს ყველაფერი. როგორ მოხდით ამ დანაშაულებრივ სქემაში? ეს არის საინტერესო, როგორ ჩაერთეთ? იცოდით თუ არა რა საქმიანობდით ან თქვენი მეუღლე რა საქმიანობდა? თამაზ გურჩიანი სასამართლოს ხტომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა. სამაგიეროდ სახელმწიფო მბრალდებელი ითხოვდა პატიმრობაში გაეშვათ გურჩიანის მეუღლე. ირკვევა, რომ ერთი ოჯახის 2 წევრიდან ერთმა სრულად ითანამშრომლა, მეორემ კი გამოძიებლებს საქმეზე არასრული ინფორმაცია მიაწოდა. ქალბატონი გულახდილი ბოლომდე არ არის გამოძიებასთან, როგორც მოგეხსენებათ, საქმე ეხება მასშტაბურ დანაშაულზე ორგანიზებულ ჯგუფს, სადაც მიმდინარეობს არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. შესაბამისად, მონაწილე პირები ამ დანაშაულში შესაძლებელია პირთა წრე გაიზარდოს. შესაბამისად, მისი გულახდილობას დაკავშირებული ამასთან თავს იკავებს გარკვეულ საქმესად მნიშვნელოვან დეტალებზე საუბრს. $800 ყალბი ისტორიისთვის. პროკურატურამ იურისტებისგან შემდგარი 2 ჯგუფი 2 დღის წინ გამოავლინა. დაკავებულთა შორის 3 ქალია. ის, ვინც ამერიკასა და კანადაში თავშესაფრის მიღების მსურველებს ყალბს საბუთებს უმზადებდა. საბრალდებო სკამზე მჯდომები დუმილის უფლებით სარგებლობენ. ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ მათი დასაცავი ქალბატონები საქმეში შუამავლის როლს ასრულებდნენ და არ იცოდნენ, რომ დანაშაულს ჩადიოდნენ. კითხვები მეტწილად უკავშირდებოდა საკითხებს, თუ როგორ შეიძლება როგორ აყალიბდნენ, როგორ აკეთებდნენ და აყალბებდნენ ამ ეგრეთ წოდებულ მტკიცებულებებს, რომელიც საჭირო იყო ამერიკის სასამართლოში წარსადგენად. ამის თაობაზე ფიზიკურად ჩემი ბრალდაშვილს ვეშხობს არ აქვს ინფორმაცია, რადგან იგი იყო არა მტკიცებულებების შემქმნელი, იგი აკავშირებდა ადამიანებს, რომელთაც შეეძლოთ გაეკეთებინათ ეს ეგრეთ წოდებული ისტორიები და მტკიცებულებები. ამის გარშემო იყო ჩემი დაცვისქვეშყოფთა ამ კითხვები, რომელზეც მან გულწრფელად და ამომწურავად უპასუხა, თუმცა ის პირველი ეტაპი, რაზეც პროკურატურა მიმართა შუამდგომლობის სასამართლოს საკითხი მიზების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე უკავშირდებოდა ჩვენი ინფორმაციით, მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას, რომელიც გადამოწმების შედეგად ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უახლოეს დღეებში დატოვებს ჩვენი დაცვისქვეშყოფის საპატიმრო დაწესებულება. ირკვევა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სახელმწიფო ბეჭდებით სარგებლობდნენ, რომელსაც გაყალბებული დოკუმენტების მომზადების დროს იყენებდნენ. რიგი მტკიცებულებები საბუთების სახით, სადაც ეგრეთ წოდებული ბეჭედი არის დარქმული სხვადასხვა სახელმწიფო უწყობების სახელით. ეს თითქოს რომ ეს არის ნამდვილად თითქოს რომ ეს არის ნამდვილად გაყალბებული, ჯერ ამის ოფიციალური დასტური არ არსებობს, რომ ვიღაცა თავის ინიციატივით აყალბებდა ამას, იმიტომ რომ ამას ჭირდება ექსპერტიზის დასტურა. ხოლო ის ფრაზა რომ ეს ყველაფერი არის გაყალბებული, ძალიან კითხვის ნიშნებს აჩენს. რაც ეხება ჩემი დაცვისქვეშყოფის უშუალო ამ კავშირს ამ საკითხთან, მათ ფიზიკურად ვერ ეწოდინებოდა, ვინ აკეთებდა უშუალო საქართველოში ამ მტკიცებულებებს, იმიტომ რომ ეს ადამიანები თავის თავადვე არიან იდუმალები ბრჭყალებში, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდნენ, თუმცა ვისი დავალებით აკეთებდნენ, ჩემი დაცვისქვეშყოფამ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ეს ადამიანები არიან სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლები, არიან რომელიმე საჯარო მოხელეები. ამის შესახებ არსებობს უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხის უმნიშვნელოვანესი იქნება. როგორ ჩაიგდეს ხელში იურიდიულ კომპანიაში მომუშავე პირებმა სახელმწიფო უწყებიდან ოფიციალური შტამპი უცნობია. საქმეში ამ დრომდე არ დევს საექსპერტო დოკუმენტი, სადაც იწერებოდა, რომ სახელმწიფო ბეჭედი ორიგინალის ასლია და ის გაყალბებულია.